ფაგოტის შემდეგ ბრძოლაში D12 ტიპის ქვემეხებით ჩაებდნენ. მიზანი განადგურდა. გამოცანის შესრულების პროცენტი იყო 80%, ეს პრაქტიკულად არის განადგურებული ჯავშან ტექნიკა მოწინააღმდეგის და წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე. Ახლად შექმნილმა მეორე საარტილერიო ბრიგადამ ორკვირიანი სწავლება დაასრულა. წვრთნის ბოლო დღეს პირობითი მოწინააღმდეგის პოზიციები სხვადასხვა კალიბრის ქვემეხებიდან დაიბომბა. რეაქტიულმა არტილერიამ მოძრავმა დანადგარებმა და D30 ტიპის ჰაუბიცებმა ცეცხლი ერთობლივად გახსნეს. შედეგი აქაც საკმაოდ მაღალი იყო. სწავლებები არიან ამოცანაზე ორიენტირებული სწავლებები და ეს ხელს შეუწყობს ამ ბრიგადის კოლექტივის შეკვრას და დახვეწას ურთიერთმოქმედებას ქვედანაყოფებს შორის. პატარ-პატარა ხარვეზები ყოველთვის არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას და შემდგომ პერიოდში, როდესაც ნაწილებში დაბრუნდებიან პოლიგონიდან, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. საჩვენებელ წვრთნას გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი და მისი მოადგილეც დაესწრნენ. არტილერიის გეგმიური სწავლებით და ჯარისკაცების მომზადების დონით ვლადიმერ ჯაჯიბაია კმაყოფილი დარჩა. ჯარისკაცს მაქსიმალურად უნდა შეეძლოს ფიქრი დააზროვნება ბრძოლის დროს, რაც დღევანდელ სწავლებაში მაქსიმალურად დაისახა. ჯარისკაცს დამოუკიდებლად შეეძლო მოწინააღმდეგეს განადგურება თავისი უშუალო მეთაურის გადაწყვეტილების შესაბამისად. პორტფოლოში ქართული შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების ღამით სროლა განხორციელდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ფაგოტებზე ღამის ხედვის თანამედროვე ხელსაწყოები დაამონტაჟეს. თავდაპირველად ოცეულმა საცეცხლე პოზიციები დაიკავა და მოწინააღმდეგის დასახვედრად მოემზადა. მზის ჩასვლის შემდეგ ჩასაფრების ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში პირობითი მტრის ჯავშან ტექნიკაც გამოჩნდა. მესამე ბრიგადის მებრძოლებმა ცეცხლის გახსნის ბრძანება მიიღეს. ტრენაჟერს ნასროლი ჰქონდა ეს და ვიცოდით რა პრაქტიკულად როგორ უნდა გვესრულოთ. და დღეს მოხდა ის, რომ მომით ესროლა და გავარტყა. სწავლება ღამის სროლებით დასრულდა. ქვედანაყოფებები წვრთნის შემდეგ დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ.